こちらには、はい、こんな感じで一蘭ジョージア店がオープンしました。ティオリさん、いただきます。Aura kaya tsueni vaine maksana kimrelia. Karkiya. こんにちは皆さん、テリチャンネルのテリです。いつも動画を見てくれてありがとう。今日はですね、家族のために一蘭のラーメンを作ります。私たちはみんなで一蘭のラーメン屋に行ったことありますので、味が素晴らしかったのでみんなとっても好きになりました。ジョージアに一蘭のラーメンのブランチはないので、今日はテリちゃんがジョージアに一蘭ラーメン屋を開けます。まずは魔法使いますね。いつものように1、2、なんか違うな。こうやってやってますよね。始まります。これは前角に作った時に置いていた豚の脂のところです。そしてこれを今ちょっと薄く切りますね。まずはここに水1リットル入れます。そして次は豚肉です。これは前ラーメン作ったみたいに長くボイル必要はないです。私たちは前一蘭に行った時オーダーのペーパーがあったよね。そしてあそこでニンニクの味の強さを選ぶことができてたよ。私たちはニンニクはとても大好きなので、今日もマシマシマシマシで作りますよね。ニンニクマシマシマシマシ。ニンニクドンかわいい。なんかかわいいジャンプした。イエーイ。だしドン。3白ワイン6。6ゼラティン4。3、4。そしてさらにガーリックパウダーも15シェイキ入れます。1、2、3、4、5、6、7、4、5。今はこんな感じで、これからまだ10分ボイルします。じゃあ今10分経ってこうやってボイルしました。10分で結構豚の脂出てるよね。そしてなんか美味しそうな色になりましたよ、このスープ。見てる通りちょっと豚の肉はまだ大きいので、ちっちゃくするためにこのミキサーに入れました。そして日向は今寝てるので起こしたくない。だからちょっと別のところでこれをミックスします。私のルームツアーが見た人がどの部屋か多分わかると思いますけど、言わないでください、コメントで。醤油 4.5。 シュガーは1スモール。ソイミルクは6。2、3、4、5、6。そして味の素は20シェイキ。1、2、3、4、5、6、7、8、9、10、1、2、3、4、5、6、7、8、9。そして塩は1スモール。なんか色がめっちゃ一蘭ラーメン屋に似てると思うよ。私すごく同じだと思う。ジョージアにラーメンの麺は売ってないので、こうやって前みたいにボイル水の中にちょっとベーキングソーダを入れて、その後このパスタをボイルします。はい、こうやってベーキングソーダ入れます。Some kind of chemical reaction。 パスタを入れました。そして今から3、4分ぐらい待ちます。ラーメン屋さんでラーメンだけ温かくなくて、プレートも温かくしてるよね。そして私もちょっと日本のおもてなしにしたいので、今日は同じスタイルにしますもうすぐ麺はボイルするので、この水を捨てます。きれいにしましょう。これはパスタですけど、ちょっと見た目でラーメンっぽいですね。はい、スープ入れますね、ラーメンの。おお。そしてHeras lluvia por eso quella dello debito。 そしてこちらには、はい、こんな感じで一蘭ジョージア店がオープンしました。Coba coba ini ichi dari ramen ini dalam
დამზადებულია. დავიწყოთ ერთი სული მაგრამ რაღაც გავიხსენებ, რომ დედა ზოგადად და შენც ღორის ხორცზე ძალიან სუსტები ხართ, მაგრამ მაშინ მახსოვს თქვით, რომ არ მოგსვლიათ არაფერი იმის ჭამის მერე და არა მაშინ არა ხო თან ძალიან ბევრი ვჭამე. კი და იმედია დღესაც ეგრე იქნება, კაი. 1 2 3 იტადაკიმას. მელაკინი თქონდა ხელი არის. 1 2 3 ეს ამას ნიური როგორ უყავი? ფხნილიც უქენი და ისიც უქენი. ძალიან გემრიელია, ეგრევე ნიურის გემომეცა და რაღაცა ცხიმის კიდე. ჩოშინა. აპასი ჩაიჩინა. ოიანა. გაქვს ხო აშკარად გემო ძალიან გაქვს კი მაგრამ მე არ მახსოვს რომ იმაში ესეთი ხორცი იყო. იქ ღორის ხორცი იყო და აქ ეგეთი ღორის ხორცი რო არ იყიდება. ეს ლორის არის ხო? აბა ეს ლამაზია. ჯამებიც ზუსტად ესაფერი სიროა. მა და კაი ხა ის კოზიც მინდა მისი რომ სუფთან ერთად შეჭამ. ის კოზები სასახრებელოა მე ზუსტად ამ რამენის საჭმელად რო ვიყავი წასულები ძალიან კარგად მახსოვს ბარათები მოგცეს რომ დამატება შეიძლებოდა და ზუსტად სამჯერ დავიმატე ის даже შენ დამატებული ეს შეჭამ. კი მახსოვს და კარგო ხო მაგის შესაძლებელი ის გემრიელად ჭამე რომ მე დამატება არ მომითხოვია გამიკვირდა და შენ კიდე მოითხოვე აბა გაგიმარჯოს let's show it Shiva. I can't imagine eating ramen without beer so აუ რა კაია წვენი ვაიმე მართლა რა გემრიელია კარგია გემო არის ძალიან პროფესიონალური დონეზე მართლა გეუბნები აი ხო ემჩნევა რაღაცა რომ სახში გაკეთებულია რაღაცა რომ რესტორანში გაკეთებულია არა ეს ახლა მაგალითად რესტორანში ასეთი რომ მოიტანოთ ჩაულებრივია არის რა ესე აი ძალიან პროფესიონალური გემო აქვს მართლა ოჩახში ნუ ჩავხრბოთ ქერისდებართვით აბა რა შეიძლება ნიორი ვიცანი ღორის ხორცის გემო წაკრავს და მეტი მართლა ზია თორემ ისედაც არ ვარ მესამზარეულოში კი ღორის ხორცი იყო მაგრამ მარტო ცხიმის რომ გამოიყო კარგად ეს ცხიმი ამას იმიტომ რომ მაშინ ზეთი ახლა ვაფშე არ არის შიგნით შიგნით არის კიდევ შაქარი სოიო თეთრი ღვინო არილი ასები არის დაშიც კიდე ესა სხვათა შორის სოიოს რძეც აქვს შიგნით სოიოს რძე კი მოუძებნი ხოლმე რაღაცებს და იქაც წელი მე საერთოდ არ ვიცოდი რომ ღვინით მზადდებოდა ძალიან ცოტა გუნა ბევრი არა ჩემთვის მართლა ისეთი გემო აქვს იქაც მომეწონა ხო პირველად გავსიდე ძალიან სახასიათო საჭმელია თან ამ სეზონს ძალიან შეეფერება ხო თბილი სიცივეს ხო ეს ცხელი კერძი და რა ვიცი ვისურვებდი რომ ასეთი კერძი მაგალითად ხშირად მომზადოთ ოჯახში მართლა ძალიან კარგია თან რადგანაც ესე მომზადე მე წევოზეც არ იმოქმედებ სავარაუდოდ და შემიძლია მართლა უპრობლემოდ უჭამო განდედ გამყოფილ ვართ რამენის საჭმელად არსად მე იმდენი რამენი არ მიჭამი არას ვარ უჭამე და ეს სერვირებაც რა ლამაზია კი თან ყველაზე კარგი ისე რომ მე წინა რამენი რო გავაკეთე არ გახსოვთ რამდენი დრო წავიდა ძალიან დიდი ხო მე ესა რომ მე მითხარი რომ აი როდის გადავიღებთ ვიდეოს ხო იმიტომ რომ სულ რომ მომივიდოდი მშიოდა და რომ მითხარი 5 წუთში მზად იქნება კი იმიტომ რომ ის არის ეს რამენი აი ესეთი ტექნიკით მზადდება 3 წუთში მზადდება ისე რა არის ახლა ეს არასდროს ხო რამდენი კერძი გვაქვს საქართველოში და რამდენი კერძი ვიცხო და ამ მეთოდით თუ ასე მომეხარშოს და მე ნახარში არასდროს არ მომაფიქრე ეს ტექნიკები ხო ძალიან რამის კი საყარლობა მე ხო იცი ჭურჭელზე იცი რა და ძალიან ჩემი აზრით იუტუბერობის გარდა ჩემოდაო შენ მე ჩამოყალიბდი შეფას ოღონდ მართლა სერიოზულად რომ იმდენად მაგარი გემოები აქვს ნებისმიერი რესტორანი დღესვე აგიყო ეს ან რა ვიცი შენი რესტორანი რო გააკეთო ხო საერთოდ ძალიან კარგია. წვენი რო შემინახო მაკარონას არ გამიმართე. ისე პასტით მაგ გაკეთებული ეს ნუდლსი ხოჩებით არ მაქვს დამზადებული, მაგრამ ეგეც როგორ გავს სოდაში რომ მოხარშავ იაპონურ ნუდლს ძალიან გავს. ვაუ, ოჩახ ჩვენტერის.
თან ის არის ბრავო, ბრავო. ანუ ცხიმი საერთოდ იმდენ ცხიმს გამოყავს ეს ის. ნუ ახლა ხორის ხო. აი მიუხედავად ხო იმისა რომ ეთყობა, აი წვენსაც რომ დახედავ ეთყობა რომ ცხიმიანი საჭმელია, მაგრამ საკმარისად ანუ ისეთი რაოდენობით რა ხო არც მეტი აქვს და არც ნაკლები ეს ცხიმი. ხო, არა, მე იმას ვამბობ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, ხო ეხლა ზეც არ უშვებიან მაგრეთა და ამის სხვან რამე ცხიმს და ეს ყველაფერი თავისია. მაშინ ჩემი აზრით, ახლა ჰინატო რო გაიგვიწევს, ამას ძალიან ბევრი შეჭამს. ხო, მეტია შეჭამჩემი. კი, აი, ხო გახსოვთ იჩინანში რა ვიყავით წასულები 12 წლამდე ბავშვებს შეეძლოთ იქ უფასოდ ჭამა. თქვენც უფასოდ ჭამთ. მე არ მე მახსოვს რომ ვცდილობდი როგორ სკორო 12-ის ვართ. მე 5-12 წლის ვარ. მაშინ 5 ჯერ უფასოდ გეკუთვნის. ის იჩინანის რამენის მაგიტო იყო კარგი, მძიმე გემო არ ქონდა. უამრავი სახეობის რამენი არსებობს წარმოედგინე. მაგრამ მე ყველაზე მეტად იაპონიაში რომ ჭამე იჩინანის მომეწონა. აღარ არის. სრულად საკმარისი პორცია იყო. ძალიან გემრიელად მივერთვი. ძალიან მომეწონა და კიდევ ერთხელ მომგზავრე მოკლედ იაპონიაში. ზოგადად ეს ბოლო გაკეთებები, აი წინაზეც ხოლმე მოსბურგერი და ესეთები გავაკეთე. ანუ არ მინდა რომ ვიტრობა ხوان რაღაცა, მაგრამ აშკარად ძალიან მიოცგავს. იმაზე მეტად ვიდრე აი იმეები რაც გამიკეთებია. გავხარ მე. მე სამაგიერო, ძალიან კარგად ვიცი გემოები, ძალიან კარგად ვიცი შეფასება და ძალიან კარგად რეცეპტორები, მაგ ისეთი ძლიერი, ყველაფერს გემოს ვიმახსოვრებ. კი. და მართლა ყველაფერი იყო ზუსტად ისეთი და ეხლა მოსბურგერი თქვი მომინდა ის. მაგრამ ახლა ისე დამცხა. ვაიმე მეც ხო მაგრამ სხვათა შორის მე ყოველთვის ხშირად ჩემ ვიდეოებშიც ვახსენებ ხოლმე რომ რამენი არის აი მაგალითად ზამთრის ამინდის საჭმელი უფრო თქო. მაგრამ ყველა მიწერს რომ ეგრე კლასიფიცირებული არ არის რა რამენი. რა თქმა უნდა მეც ეგრე ვიცი რომ ყოველთვის გემრიელია, მაგრამ რადგან ის ცხელი როდა რომ ჩამდა რაღაცა უფლი გასყავს. ეგ ხო ახლა რა თქმა უნდა. ხო რაღაცა წვიანი ასოცირდება ცივამინთან ზოგადად. თუმცა ესეთი საჭმელია რომ ყოველთვის გემრიელად მივირთმე. ჩემი აზრით იცი რა უნდა გავხსნათ? ცალ-ცალკე რესტორანი კი არა. აი მოლები რო არის და ბევრი რესტორანი რო აღიცი. და ყველაფერი უნდა ვიმუშაო. შევა გასნა და ყველაფერი აქეთ იყოს რაღაცა რამენი, აქეთ იყოს ბურგერი, სუში, რა ვიცი, სულ ყველაფერი რას კი გაგიკეთებია. ეს კერძი ძალიან მოეწონა ჩემ აზრით ქართველებს ფიქრობ. არა, ძალიან ჩვენ გემოებთან ძალიან ახლოსაა. კი, და როგორი გემოების გვიყვარს აქვს რამე ესეთი. ძალიან კარგი, ახლა მეც კიდე მინდა ვჭამო, მაგრამ იმხელა ფიფშია რომ ამაში მგონი ჩავიდოდე კიდე. წვენი და აი სპაგედიც, აი რაღაცნაირად ისეთი ნაზი იყო პირში. და თან ეს ძლიერი გემო, თან ნაზი და ვეღარი გემო ყველაფერში რაღაცა ასტრალში გაყავხარ გემოებს. აი მეც არ დავცხა. ერთი კარგი თვისება ისე რაც აქვს კიდე ამ რამენს არის რომ საქართველოში ჭამა რომ მოგინდეს არა გვაქვს ჩვენ რამენის შოპები ძალიან ცოტა აითიცა ეს ხელი გიყოფა რომ ჩამოთვალო რამენის შოპები და იაპონიაში ხა სადაც არ უნდა მოგინდეს ყველგან არის და აი საქართველოში მაგის საშუალება რო არ გვაქვს აი სახში გასამზადებლად ეს რამენი არის ყველაზე კარგი მამემზადებელი მეც ვისწავლე ამას და გავაკეთებ ხოლმე დიდი ძალიან გემრიელია კი სხვადასხვა სრული გასაკეთებელი არც არის კიდე აუ და თან რამდენი ადამიანი ვიცი ვისაც რამენი უყვარს და უნდა ჩემი მეგობრებიდან იცი. კვერცხეც ყოფილიყო ეს კარგი იქნება. როდარ მოგაფიქრდა? ნუ ახლა ეს დეტალი კაი გაპატიებთ მაგ ერთ დეტალს, იმდენად ახლოს იყო ეს ყველაფერი იმასთან, რომ რა ვიცი, იდენტური იყო ნუ მეტი რა ხომ და ძალიან და მეც ახლა იმენა გამიღვივა ეს გემო. და მართლა კარგია ეს ყოველდღე შეგვიძლია გქონდეს. კი, ძალიან ნებრივი გასაგები. და ეს ახლა რა თქმა უნდა ინსტანტ ნუდლზე ცოტა ოდნავ დიდი დრო სჭირდება. ცოტა ოდნავ დიდი დრო სჭირდება დრო. გასამზადებლად. ხო, ამას ვიდრე ერთჯერადები როა, მაგრამ იმაში სასარგებლო არაფერი არ არის. ცინა შეიძლება რომ მოხარშო ის ღორის ხორცი და კონდეს შენახული მაცივე. ხდები მოხარშული გამზადებული ხორცი ყორი ის. აი რაც ამას უნდა მე და სახლისთვის რო გინდოდეს გაკეთება მეთქი და უშუალოდ. გოჩი სამადეშა. კონდაკანჯი ქიობა. იჩირან ტერია რამეია აკემაშტა ჯონჯიაでそして味もとても似ていて私にとっても作るのも楽しかったし食べるのももちろん気持ちいいですお腹がდა ბოლოს ვიტყვი რომ გემრიელის სადილი აბედნიერებს ადამიანს ეხლა არ თქვა თუ ასე არ არის გაჩერდია და ეხლა ყველა გამძღრები ვიდეოს რომ გამოვთავთ მივწვევით და ისე რაც გამიკეთებია სახში იაპონური საჭმელები ამა ყველაზე მეტად ნოსტალგია მომიტანა რატო არა და ერთხელ გვაქვს მარტო ნაჯამი ახლა მაგრამ აი იმდენად დასამახსოვრებელი
პირდაპირ გემოხონდა პირდაპირ ეგრეთ ბოხრუპე თუ არ და ხო გავსინჯე აი ეგრეთ ამას ყველაზე მეტი ის მომიტანა ნოსტალგია მე და ერთი სული მაქვს კიდევ წავი ისიც კი მახსოვს რომელ მაგიდასთან და როგორ ვისხებთ კი მეც მახსოვს ჩვენ რო იქ ვიყავით თუ გახსოვთ ტელევიზორი რო იყო ზუსტად ჩვენ მაგიდის თავზე მახსოვს. რეკლამებს აჩვენებდნენ და იჭირამის ბრანჩები ძალიან ბევრი არის სხვა ქვეყნებშიც ხო და იმედია ერთ დღეს საქართველოშიც შემოიტანენ და თუ არ შემოიტანენ კიდე მე გავხსნაではということで今日のビデオはここまでです。最後まで見てくれてありがとう。次のビデオでお会いしましょう。またね。ひなたも起きましたよ。そしてなんかリラックス的にまだ横になってますよね。そして私は今ひなたをここで連れて行く。